საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით 2025 წლის 8 თვეში ქვეყანაში 9.3 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იწარმოა, რაც 2024 წელთან შედარებით 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მცირდება საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაც და აგვისტოში ქვეყნიდან მცირე 10 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიტანეს. წელს ჯამურად ექსპორტზე 505 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა. 2024 წელს კი ეს მოცულობა მილიარდ კილოვატ-საათს აჭარბებდა. რა განაპირობებს მაჩვენებლების შემცირებას და რა ვითარება ენერგეტიკის დარგში? ამ თემებზე სტუმართან ET Energy-ს დამფუძნებელთან და დირექტორთან მერაბ ლობინაძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით მერაბ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ვნახავთ, პრინციპში ჩვენ წლის დასაწყისიდან ვადევნებთ თვალს იმას, რომ გამომუშავება ქვეყანაში ელექტროენერგიის მცირდება და ჯამურად 8 თვეში ეს მაჩვენებელი არის 9%. რო ჩავხედოთ უფრო კარგად მონაცემებს, ძირითადად მაინც არის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების შემცირების ხარჯზე. მიზეზები რომ ვისაუბროთ, ძირითადად რამდენად უკავშირდება ეს შედარებით გაუარესებულ ჰიდროლოგიას და წლის ჭრილშიც რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს გამომუშავების ნაწილში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. წლევანდელი წელი ნამდვილად არ გამოირჩევა ჰიდროლოგიის თვალსაზრისით საუკეთესო წლად და ვერ ვიტყოდით, რომ სახარბიელო გვაქვს მონაცემები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაახლოებით მთელი გენერირებული ელექტროენერგიის 75% მოდის სწორედაც რომ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელიც მეტწილად გარდა ენგურჰესისა და ვარდნილისა დამოკიდებული არის იმ ჰიდროლოგიაზე, ანუ იმ ჰიდროლოგიურ წელზე, როგორც რამდენი ნალექი მოვა, რა სიჭარბით, რა სიუხვით და რა პერიოდში. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი ახლად აშენებული სადგური არ არის გათვალისწინებული და გათვლილი იმაზე, რომ დაიგროვოს წყალი და ელექტროენერგია ქსელს მიაწოდოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე უფრო მეტად არის საჭირო, ამიტომ არის ხოლმე, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს ისეთი ვითარება და ისეთი სიტუაცია, როდესაც ნალექი გვაქვს, მაგრამ გვიწევს ამ წყლის ეგრეთ წოდებული დაღვრა. ასე მოხდა მაისში, ასე მოხდა ნაწილობრივ სხვა პერიოდებშიც, თუმცა მაისი და ივნისი და ეს გაზაფხულის პერიოდი ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საექსპორტო პერიოდი, როდესაც ენერგოობიექტებს შეუძლიათ მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, იმით რომ ელექტროენერგია გაიტანონ როგორც საექსპორტო პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში. წლევანდელი წელი როგორც გითხარით და ამ შემთხვევაში ალბათაც უნდა გავყოთ ეს ორი საკითხი და გავმიჯნოთ ერთი მეორესგან. ერთი გახლავთ ექსპორტი, მეორე გახლავთ გენერაცია ადგილზე. გენერაციის თვალსაზრისით შემცირებული მონაცემები დამოკიდებული არის ერთადერთი მხოლოდ იმ ციკლურობაზე, რომელიც გააჩნია ჰიდროლოგიას და ეს ციკლურობა ასე ვთქვათ, მერყეობს 4 წელიწადში ადის პიკზე, შემდგომ ჩამოდის მინიმალურ ნიშნულებზე და ასე შემდგომ. ჯერჯერობით ექსპლუატაციაში არ გვაქვს შეყვანილი იმ მოცულობის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, რომ ძველი მინიმალური ნიშნულები გადავფაროთ. აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ის კლება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ამ დღის მდგომარეობით 8 თვის მონაცემებით -9% არის. მე მგონია, რომ ამ ნიშნულს შევინარჩუნებთ წლის ბოლომდე და დაახლოებით 7-დან 9%-მდე ვიმერყევებთ, უხეშად რომ ვისაუბროთ. და ეს გენერაციის ნაწილიც, ასე ვთქვათ, დამოკიდებულია ამ წყალ უხვობაზე და ზოგადად ნალექზე. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, ჩვენ გვახსოვს რეკორდული წლები შეიძლება იყოს 2022-2023, 2024 წელიც ცუდი თქვათ არ ყოფილა, მილიარდ კილოვატ-საათზე მეტი გავიტანეთ ჩვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა წელს ფაქტობრივად განახევრებული არის ეს მონაცემები. შეგვიძლია თუ არა ეს სრულად დავუკავშიროთ ტრადიციულად იმ ფაქტორს, რომ ჩვენი როგორც ვიცით, მთავარი საექსპორტო ბაზარი გაყიდვის არის თურქეთი, აი ამ მოვლენებს თუ რითი შეგვიძლია ავხსნათ, რომ ფაქტობრივად განახევრდა ჩვენი ექსპორტი ელექტროენერგიის ამ მონაცემებით. მოგახსენებთ, ექსპორტთან მიმართებით ცოტა უფრო კომპლექსური არის საკითხი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საექსპორტო ბაზარი რეალურად დღეს მდგომარეობით გახლავთ მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკა. არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ექსპორტი გაგვაქვს მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაში, არის შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანში, თუმცა ისტორიულად უკვე დეკადაზე 10 წელია დაახლოებით, რომ თურქეთი განიხილება ჩვენს საექსპორტო ბაზრად და ყველაზე უფრო დიდი და მძლავრი კავშირი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სწორედ თურქეთთან გვაქვს. საქმე იმაშია, ხა თურქეთის ექსპორტს თუ განვიხილავთ, რომ თავად თურქეთი ძალიან სწრაფად ანვითარებს განახლებად ელექტროენერგიის მიმართულებით გენერაციის ობიექტებს და მხოლოდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 39%-ით გაზარდა მზის ელექტროსადგურების დადგმა
მარაგმური სიმძლავრე, ეს ერთი ნაწილი, ანუ მათ მეტი აქვთ გამომუშავება. ამასთან ერთად რამოდენიმე ობიექტის, მათ შორის მსხვილი და მათ შორის სწორედ სასაზღვრო რეგიონებში გაიშვა თურქეთის მხარეს ჰიდროელექტროსადგურების კუთხით, აი ეს უფელი მხედველობაში ამ შემთხვევაში და თავად თურქეთში გენერაცია გაიზარდა. ამასთან ერთად უნდა განვიხილოთ აუცილებლად თურქეთში ქვეყნის შიგნით მოხმარება, რომელიც აგრეთვე მსგავსად საქართველოსი დამოკიდებული გახდათ მეტალურგიაზე დაახლოებით 25% მთელი თურქეთის მოხმარებისა გახლავთ მეტალურგიული საწარმოები, რომელთაც თავის მხრივ გააჩნიათ დარგში ერთგვარი კრიზისი უკვე რამოდენიმე წელია და იმ მოცულობით და იმ მასშტაბით არ არიან წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე და არ ოპერირებენ, როგორც ეს იყო თქვათ თუნდაც 20-23 წელს. აქედან გამომდინარე ერთის მხრივ თურქეთში სახეზე გვაქვს მათი ადგილობრივი გენერაციის ზრდა და მოხმარების კლება. ესეც მათი სტატისტიკური მონაცემებია და ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მხრიდან მოთხოვნა ქართულ ელექტროენერგიაზე გახდათ შემცირებული. მოთხოვნის შემცირებასთან გამომდინარე, დიახ, აი შეგვიძლია ვიბარაუდოთ, რომ თქვათ ეს შემდგომ პერიოდში, თუნდაც მომავალ წელს ესე რომ არ დარჩეს, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ხა მხოლოდ იმაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, რომ როგორ იქნება მოთხოვნა თურქეთში, ანუ თუ არის რაიმე ისეთი სტაბილური საექსპორტო ბაზრები, სად შეიძლება ასე ვთქვათ გავასაღოთ, უხეშად რომ ვთქვათ, გასაღების ბაზარი იყოს ჩვენი ელექტროენერგიის. სამწუხაროდ ელექტროენერგია გახლავთ ისეთი პროდუქტი, რომლის რეალიზაციისთვის საჭიროა სპეციალური ინფრასტრუქტურა, აქ ელექტროგადამხსნელ ხაზებზე არის საუბარი და უკვე აქ შემოდის თავისი მნიშვნელობით ის წყალქვეშა კაბელი, რომელსაც მე ვთვლი, რომ არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წონა გააჩნია და თავის დროზე, როგორც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ავტობუსადენის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასპექტით განხილვა, ზუსტად ასევე უნდა განვიხილოთ ჩვენ ეს ელექტროკაბელიც. თუმცა მე მგონია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაკლებად გაგვაჩნია რაღაცა ბერკეტები, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენ საექსპორტო ბაზრებზე, იქ მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა მე მგონია, რომ და ამ პირობებში მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნის და ამ მოთხოვნის რესურსების ზრდა და მდგრადობის უზრუნველყოფა. მე პირველ რიგში გულისხმობ იმას, რომ აი მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ, მეზობელ სომხეთში შევიდა კომპანია Nvidia, რომელიც 500 მეგავატიან მონაცემთა ბაზის გამართვას აპირებს, საიდანაც 100 მეგავატი, როგორც იძახიან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაიშვება. აი ასეთი პროექტების საქართველოში გაშვების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ქვეყნის შიგნით გავზრდით მოხმარების ასე ვთქვათ მდგრადობას, მუდმივობას ამ ციფრისა და შესაბამისად უკვე მოხმარების ზრდასთან ერთად დასტაბილურდება შიდა ბაზარიც და დღეს მე მინდა გითხრათ, რომ შიდა ბაზარი ძალიან საინტერესოა ბევრი გენერაციის ობიექტისთვის ფასიდან გამომდინარე. და მაგალითად გაზაფხულის პერიოდში ქართულ ბაზარზე დაფიქსირებული, გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში ქართულ ენერგო ბაზარზე დაფიქსირებული ტარიფები და ფასები არანაკლებ საინტერესო გამოდგა, ვიდრე იქნებოდა თურქეთში ექსპორტი. მე მეცაც გეტყვით, რომ უფრო საინტერესო იყო ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე დატოვება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ესკოს ფასები, რეკორდულად მაღალი ფასები გვაქვს დაფიქსირებული 2025-ში და აქედან გამომდინარე ინტერესი იმისა, რომ ეს პროდუქტი ადგილზე დარჩენილიყო, იქნებოდა საკმაოდ მაღალი. ჩვენ თუ შევძელით ფასების დასტაბილურება და არა მისი მომავალი ზრდა და ამასთან ერთად მოვახერხეთ ის, რომ ქვეყნის შიგნით მოთხოვნის მდგრადობა იყოს მაღალი, ამ შემთხვევაში ექსპორტი იქნება საინტერესო და დამატებითი ერთგვარი მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანაში ფუჭად არ დაიხარჯოს რესურსი, წყალი არ დაუღვაროთ და ის, რაც ჩვენ ღმერთმა მოგწვა, ეს გახლავთ ჰიდრორესურსები ძალიან დიდი რაოდენობით, ის ძალიან კარგად და ეფექტურად გამოვიყენოთ. კიდევ ერთ საკითხს მინდა ჩვენი საუბრის ბოლოს საუბარი მოვასწროთ, მერაბ ეს არის, შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებული გადახედვის პროცესი უკვე გაფორმებულ პირდაპირ მემორანდუმებში, როგორც ვიცით, მას შემდეგ რაც მარიამ მქრევიშვილი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შედგა შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, ენერგეტიკის სექტორთან და უკვე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია ბიზნესისგან, რომ ფაქტობრივად უნდა გადაიხედოს მათ შორის ის 11000 მეგავატი, რაზეც არის გაცემული უკვე მემორანდუმები. თქვენ როგორ უყურებთ ამ სიტუაციას? ერთი მხრივ ვიცით, რომ გვჭირდება გენერაციის ახალი ობიექტები, მეორე მხრივ ახლა კითხვა რჩება ეკონომიკის სამინისტროს ახალი გუნდისგან, რამდენად სწორად გაიცა ხო ფაქტობრივად ეს მემორანდუმები, შუალედი რა უნდა იყოს, როგორ უნდა წავიდეს მხარდამჭერი მექანიზმების მომავალი, სამომავლოდ ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში განსასაზღვრია, რამდენი ელექტროენერგია გვინდა.
და ეს რამდენი ელექტროენერგია გვინდა და გვჭირდება გამომდინარეობს სწორედაც რომ იმ მოთხოვნიდან რომელიც არის რომელსაც შეადგენს შიდა ბაზარი და საექსპორტო პოტენციალი. ამაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემდგომ გენერაციის ობიექტების განვითარება. ანუ ჩვენ რაც დღეს სახეზე გვაქვს, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა დაახლოებით უკანასკნელი 20 წელია ვეწევით. მე მინდა გავიხსენო და ეს იყო თუ არ ვცდები 20 წლის წინ, როდესაც რუსეთმა თავის მხარეს გასადენი ააფეთქა და საქართველოს განუცხადა რომ ჩვენ ვერ ვეღარ მოგაწვით გაზს და მაშინ დაიწყო რომ ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგია, ჩვენ გვჭირდება გენერაციის ობიექტები ნებისმიერ ფასად. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე აღარ ვართ და ჩვენ უკვე ჩვენი მოთხოვნა ასე თუ ისე გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შეიძლება მისი სწორი გათვლა. აი ამ მოთხოვნის განსაზღვრის პირობებში და ამ მოთხოვნის განსაზღვრის შემდგომ უნდა მოხდეს იმ გენერაციის ობიექტების ასე ვთქვათ გაშვებაზე ფიქრი, რომელიც ჩვენ შესაძლოა რომ ყველაზე ეფექტურად გავუშვათ. და არა მთლიანი პოტენციალი ავითვისოთ ერთბაშად, მე მახსოვს რა ისტერიაც იყო 28 თებერვალს იყო თუ არ ვცდები ბოლო ვადა ჩაბარების ამ საბუთების და იყო ეს. თუმცა მე არ მიმაჩნია რომ თუ ჩვენ საშუალება გვექნება რომ ეს დენი გავყიდოთ, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გვაქვს კი საშუალება სადმე რომ ეს დენი დავაბინავოთ. აი წარმოვიდგინოთ რომ ხვალ ყველა ეს ობიექტი უკვე მზად არის და ამუშავებულია. რაც ვშვებით მაისში, რაც ვშვებით გაზაფხულის პერიოდში მაშინ როდესაც დღეს არსებული ობიექტები ვუღურით წყალს. მე რაღა უნდა ვქნათ. უნდა გადავხედოთ მემორანდუმს, საჭირო ალბათ უნდა გავუქმდეს, ჩამოერთოთ და ასე შემდეგ. იცით რა არის? შეიძლება გადაიდოს, შეიძლება გავქცეს. ეს უკვე იმ პირთა პრეროგატივაა და იმ უწყებების პრეროგატივაა, ვინც სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს ამ დარგში, ხო? პირველ რიგში რაც შემეძლია მე რო გითხრათ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია დააგროვების საშუალების მქონე გენერაციის ობიექტების აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე რაღაცას მიუბრუნდებით ამ თემებს. ბუნებრივია მერაბ ლომინაძე, IT Synergy-ის დირექტორი და დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.